ისევ იგივე დღეა, იგივე ამინდია და ისევ სასროლეთზე ვართ. მოკლედ, წინა ვიდეოები მქონდა დგომი, სროლის დროს, უსაფრთხოების წესები გავიარეთ და ეხლა მივადგეთ ერთ-ერთ ფუნდამენტალურ საკითხს. კარგად, სწორად, ლამაზად სროლისთვის ეს არის სწორი დასხლეტვა. ეხლა რასაც ვილაპარაკე, ვიცი რომ ყურებიდან სისხლი წამოვა, თავიდან პირველად რომ მოვისმენე, მეც მაგრე მომივიდა, მასე თუ ვიფიქრე, მეთქვი, როდის, ვისვრი, როდის მოხდება, მაგრამ ეგრე არ არის. მიეჩვევით, დაიწყებ თავიდან ნელა სროლას და სადღაც რამოდენიმე 1000 გასროლის შემდეგ მივხვალთ იმ დონეზე, რომ ისვრით ძალიან სწრაფად, ლამაზად და კარგად. ან შეიძლება ვერც მივხვდეთ, ვერ დაკვირდებით. მოკლედ, პირველ რიგში დასხლეტა ხდება თითის ბალიშით, აი ამ ადგილით. არც ამით და არც წვერით, იმიტომ რომ იარაღი თუ წვერით დასხლეთ წავა წინ, თუ შუა ადგილით შენს მარჯვნივ წამოვა და მოდ გაიქანავდებათ იარაღი. დასხლეტვა ხდება თითის ბალიშით, ზუსტად შუა სახლზე. და არ ხდება ჯაჯგური, ანუ სასხლეტი უკანა რაღაც კი არ უნდა გაკეთოთ, თქვენსკენ უნდა მოკაჩოთ თანამოდ. და რა სიჩქარითაც მოკაჩავთ, იმ სიჩქარით უნდა აუშვათ ხელი. ანუ დავსხლიტე და რა სიჩქარითაც დავსხლიტე, იმ სიჩქარით აუშვი ხელი. ეგეთ რაღაცებს არ აკეთებთ. ასევე სროლას რომ მორჩები, პირდაპირ იარაღი არ ჩამოგაქვს, დამიზნებულ სტოვებ, რომ კიდე მეორე დამატება თუ დაგჭირდა, გააკეთო მეორე გასროლაც. ანუ ეს იმისთვის არის ვარჯიში, როდესაც ვარჯიშობ თავდაცვისთვის, ან თუნდაც სანადიროთ იყო, ერთ კვირას რო გაარტყავ ნადირს, შეიძლება არ გადავარდეს. მეორე, მესამე, მეოთხე გასროლაც დაჭირდეს. ამისათვის აუცილებელია იარაღი არ დაუშვათ ეგრევე. და გახსოვთ, თქვენი იარაღი ეს რაღაც აქვს ნახევრად ავტომატურია და ყოველ გამოყრაზე კიდევ ისვრის. ამიტომ ნაზად დავსხლეთ და ნაზად ავუშვით. ეხლა ცოტა გვერდიდან რომ დაუდგე მაგას და თან გადავიღოთ როგორ ისვრის საჯობია. მოკლედ რა ხდება ხა დგომი გვაქვს ეგეთი. საყრდენი ფეხი უკან ცოტა, მეორე ფეხი წინ. ოდნავ ძალიან მუხრებში ვიხრებით და გასროლას ვაკეთებთ, როდესაც ნახევრად ამოსუნთქული გვაქვს ფილტვები ან ნახევრად დაცლილი. ანუ ჩავისუნთქეთ ბოლომდე, გაივსო ფილტვი და რო ამოვისუნთქავ და ნახევრად დაიცლება ფილტვები, მაშინ ვაკეთებთ გასროლას. აუცილებლად ორივე თვალი გახელილი გვაქვს სროლის დროს და მithumetes ორივე თვალს არ ხუჭავთ. ცოტა წინ მივაწვევით, ყარად მივიბჯენთ, კი, არც ეს არ არის შეცდომა, ასეც არაერთხელ მისვრია ხოლმე, მაგრამ საწყისს და მსჯობენ ყარად მივიბჯინოთ, ხელი ცოტა შიგნით შემოვწიოთ და ვისროლოთ. კარგია თუ ორივე ხელით ერთნაირად ისვრით. ამ შემთხვევაში მარცხენა ხელი შემიწევს სროლა, დიდად სნაიპერი მარცხენა ხელით ვერა ვარ, მაგრამ რაცა ვარ, ესა ვარ. იარაღი გატენილია. შავისუნთქეთ. ამოვისუნთქეთ ნახევრად, გავაჩერეთ სუნთქვა, ვისროლეთ. დავრჩით. გადავხედეთ, გადმოვხედეთ, ავიყვანეთ იარაღი ცველზე დაუშვით. კიდევ იგივე ვიმეორებთ, ამოვდივართ. ცოტა წინ გადავიხარეთ, ნახევრად ჩავისუნთქეთ, გავისროლეთ. კიდე ავიყვანეთ, ან ლაპარაკში. ბოლოს შედეგია ასეთი. ამოვედით. ოპა. გავჭედე. ამოვიღეთ იარაღი, გავიყვანეთ. ბოლოს მიდიხართ ეგეთ შედეგებამდე. ერთ და იგივენაირად აწვევით, ერთ და იგივენაირად უშვებთ. სწრაფადაც შეძლებთ იგივეს გაკეთებას. თუ წესებს დავიცავთ, თუ არ დავიცავთ წესებს, ვერ ვისვრით. მარტივი ფიზიკა, ბევრ რამეში არსებობს ისეთი რაღაცეები სროლის დროს განსაკუთრებით. მიჩვევა, პირადი შეხედულება, პირადი მოხერხება, მაგრამ ამ შემთხვევაში ფიზიკა მაინც ფიზიკა. რაღაცას გვერდიდან თუ აწვევი, წავა იქით, თუ ესე მიაწვევი, აქეთ წამოვალულა, თუ აქ რაღაცა ფაფხულს დაიწყებ, იარაღიც იფაფხულებს. ამიტომ თანაბარი დასხლეტვა ყველაზე კარგი ვარიანტია. ვიეჩვიეთ თავიდან. დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე მე კიდე სხვა რა ვარჯიშს მოვიფიქრებ.